ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ორწყობილაა ქიშმიშით. რაც წარმოიდგენთ, რომ მასში შეიძლება ხვლიკი აღმოაჩინოთ. ეს ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ნანო მგელაძე მომხდარის შესახებ წერს. ჩემმა დიშვილმა კინაღამ მიირთვა ხვლიკი. შემთხვევა ბათუმში მოხდა. თავად შემთხვევის მონაწილე სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს, თუმცა ისევ სოციალურ ქსელს თუ დავეყრდნობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ პროდუქცია, რომელიც შეიძინა ქართულია. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულს კომპანიის მესვეურები დაუკავშირდნენ და შეხვედრად შედგა. ვესაუბრეთ საკითხის სირთულეზე და რომ გითხრათ მომხდარით აღშფოთდა თქვა მოგატყუებთ. ზირთადად ის არგუმენტი ჰქონდათ, რომ ნაწარმი მათი არ იყო. არსებობს მაღაზიის გამყიდველი მოწმის სახით, რომელიც ინუესით დაგვიდასტურებს, რომ ნამდვილად იმ კომპანიის შეტანილი იყო ის პროდუქცია. რადგან რეაგირება არ მოჰყოლია, ჩვენ მოვითხოვეთ მორალური ზარალის ანაზღაურება იმისთვის, რომ ჭკუა ისწავლოს კომპანიამ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია ხაჭოს ორწყობილაში ხვლიკის აღმოჩენის შესახებ დღეს შევიდა. ამ ეტაპზე დადგენილია კომპანიაც. სააგენტოში აცხადებენ, რომ დადგენილი წესების მიხედვით საწარმო შემოწმება უმოკლეს დროში მოხდება. დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა, ჩვენ დავუყურებთ კომპანიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, უკვე დაიგეგმა ჩვენი უფლებამოსილების ვიზიტი ამ წარმოებაში. ჩვენ ადგილზე შევისწავლეთ ყველა ამ საკითხს და რა თქმა უნდა, შედეგების მოგვიწყდება საზოგადოების. სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმო შემოწმების შემდეგ რამდენიმე დღეში ინფორმაციას ოფიციალურად გაახმაურებს.